მოგესალმებით, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. ამჯერად მინდა კიდევ ერთი წერითი აქტივობის შესახებ გესაუბროთ. ეს წერითი დავალება შევთავაზე ჩემს მე-6 კლასს დღეს და იმდენად სასიამოვნო იყო დაგეგმვის, ინსტრუქციაზე მუშაობის, შემდეგ ბავშვებისთვის ამ ყველაფრის გაცნობის პროცესი, რომ მინდა გაგიზიაროთ, იქნებ რომელიმე თქვენგანისთვის საინტერესო იყოს ჩემი მიგნებები და ცდილობები, ფიქრი იმაზე, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს თავი გაართვას, თავდაჯერებულობა შეემატოს და წერითი დავალება შეასრულოს. თავდაპირველად ორი გაკვეთილი დავუთმეთ ტექსტის დამუშავებას, ლექსიკის შესწავლას და აი უკვე დადგა წერითი დავალების მიცემის დრო. გუშინ მომაფიქრდა, რომ დამევალებინა პერსონაჟის დღიური, მინდოდა თავადვე დამეწერა გუშინვე, მაგრამ ჩემი ოჯახური პირობების გამო ვერ მოვახერხე. ამიტომ დღეს ადრე მივედი გაკვეთილის დაწყებამდე სკოლაში, ბიბლიოთეკაში განმარტოვდი და იქ დავწერე ინსტრუქციაც, შემდეგ ამ ინსტრუქციის მიხედვით პერსონაჟის დღიური. რატომ პერსონაჟის დღიური? იმიტომ, რომ ჩემი მოსწავლეები კარგად იცნობენ ამ აქტივობას, ხშირად წერდით ხოლმე, თუმცა ახლა გადავწყვიტე, რომ კიდევ უფრო დაწვრილებით გვესაუბრა მახასიათებლებზე და გარკვეული ქარგა შემეთავაზებინა წერითი დავალებისა. ინსტრუქციას გაგაცნობთ. ინსტრუქცია არის ასეთი. შეარჩიე მოთხრობიდან ერთი პერსონაჟი, გუგულის კაბა, სასუტელა, ქედანი, არყი, წიფელი, დუდგულა, თამელი, თხილი. დააკვირდი ავტორსაც, შემოხავს შენი შერჩეული პერსონაჟი, რა როლი აქვს, როგორ გარემოშია. დაწერე მისი ერთი დღის დღიური. გამოიყენე სიტყვები, თუნდაც 2 ან 3 ტექსტიდან. გამოკვეთე შენი შერჩეული პერსონაჟის ხასიათი და განწყობა. დღიური დაასრულე შეკითხვით, რომელსაც პერსონაჟი სვამს. შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე. თუ სურვილი გექნება, დახატე ილუსტრაცია. ხოლო მე შევარჩიე ყუნჭი, იგივე კუნძი, რადგან შეყვარებული ვარ ამ პერსონაჟზე. ია ცოტა უდიერად რომ ახსენებს, აგერ იმ დამპალ ყუნჭს თვალი სულ ჩემკენ უჭირავსო, მეცოდება ყოველი წაკითხვისას და ბევრი არ მიფიქრია პერსონაჟის არჩევისას. ყუნჭის დღიური. უღრან ტყეში ვცხოვრობ, დავბერდი, გული არ ბერდებაო, ხომ გაგიგონიათ. მართალი ყოფილა, გულს ისე უხარია მზის სამოსვლა, ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების ცქერა. ახლა ყუნჭს მეძახიან. ადრე ტოტებ გაშლილი, ძლიერი მუხა ვიყავი. ფესვები დედამიწის გულს ვწვდებოდი და ტოტებით ცას. ციყვების, მელიების, გულწითელების, ქედნების თავშესაფარი მერქვა. მერე მომჭრეს და ასე დავრჩი გადაჭრილი, განახევრებული, ხავსი მომედო, ალაგ-ალაგ ლპობა შემეპარა, დარდმა შემცვალა. მაინც სიხარულით მიცემს გული, მაინც უცნაურად მიხარია სიცოცხლე. პრანჭია იას ვუმზერ დღედაღამ. მგონი თავიც მოვაბეზრე. მე კი მასთან ერთად თამაში, ცეკვა მინდა. ესეც აღარ შემიძლია. არა და ადრე ქარი რომ დაუბერავდა, ავაშრიალებდი ჩემს ძლიერ ტოტებს. გავლაღდებოდი, ყველას ვატკბობდი ჩემი ცეკვით. რატომ არის ადამიანი ასეთი სასტიკი? როგორც ხედავთ, ინსტრუქციას მივყევი, შევეცადე რომ გამომეყენებინა სიტყვები ტექსტიდან და სწორედ ჩემი ინტერპრეტაციით წარმომევიდგინე მისი გრძნობები და განცდები, რომლის შესახებ თვითონ ტექსტში ბევრი არაფერი არ წერია, მხოლოდ ის პერსპექტივით გვაცნობს ავტორი ყუნჭს და საინტერესო არის ყუნჭის განცდები და გრძნობები როგორი იქნებოდა, ამაზე დამეფიქრებინა ბავშვები. ამგვარი მუშაობით ისინი თანაგანცდას სწავლობენ და რომ მხოლოდ ერთი კუთხით არ უნდა შეხედონ მოვლენებს. ამავე დროს კითხვის დასმით მაღალ სააზროვნო უნარები უვითარდებათ. როგორც დააკვირდით, ვცდილობ რომ გამომეყენებინა ზედსართავის სახელები, რამდენიმე ზმნა აღწერისას ერთდროულად, რადგან მშრალი არის ხოლმე მათი ნაწერი და ამით ვუბიძგე ბავშვებს, რომ შეეცადონ უფრო მრავალფეროვანი ლექსიკა გამოიყენონ წერისას. როცა გავაცანი ჩემი ნაწერი, ინსტრუქცია
ჩავაწერინე სათითაოდ, ჩამოვიარე ვინ როგორ წერდა, ეს კიდევ მათთან ინდივიდუალური ურთიერთობის საშუალება მომეცა ამგვარად. ზოგი უფრო ჩქარა წერდა ნაწერი არ იკითხება ხოლმე ამ დროს და მოკლედ ამაზეც გავამახვილეთ ყურადღება რომ გასაგებად წერონ. იქვე აი როგორ ნომრავენ, ამასაც დავაკვირდი. და აი ესე ნელ-ნელა ძალიან ბევრ მრავალმხრივ უნარებს ვავითარებთ, რომელიც ყველა საგანში დაეხმარება ბავშვს. შემდეგ უკვე ინსტრუქცია რომ ჩავაწერინე ვთხოვე დაესვათ შეკითხვები, რაც შეიძლება ბევრი, რადგან არ დარჩენილიყო რაიმე გაუგებარი. წარმოიდგინეთ, რამდენი ვისაუბრეთ, ჩავაწერინე, წავუკითხე და დაისვა შეკითხვა, რომ ჩვენ უნდა მოვიგონოთო თუ ტექსტში რაც წერი, ეს უნდა დავწეროთო. აი უბედნიერესი ვიყავ ეს შეკითხვა რომ გაჟღერდა კლასში, რადგან არ შეეშინდათ კითხვის დასმა და კიდევ კარგი რომ აი ესეთი ფონი იქმნება, რადგან სახლში მისვლის ეს ცხადია ვინც ეს კითხვა დასვა, როგორ გაუჭირდებოდა ხომ, ვერ გაართმევდა თავს წერით დავალებას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია წერით სწავლებისას ჰქონდეთ შევუქმნათ ბავშვებს ისეთი თავისუფალი გარემო, რომ არ შერცხვეთ კითხვის დასმის, გაუგებარი საკითხების გარკვევის სურვილი ჰქონდეთ. და იმდენჯერ გვკითხონ, სანამ მკაფიო არ გახდება ინსტრუქციის თითოეული საფეხური. ამავე დროს იმაზეც გავამახვილეთ ყურადღება, რომ თუ რომელიმე ინსტრუქციის ამ ქარგიდან რომელიმე მათთვის რაიმე გაუგებარი იქნებოდა, შეეძლოთ გამოეტოვებინათ. მთავარია, რომ აი ამგვარი ინსტრუქცია მათ საშუალებას მისცემს დაწერონ უფრო ვრცელი, სრულყოფილი წერითი დავალება. მოდელირება ქვია ამ მეთოდს, მე არ გამომიგონია ცხადია, რომ ვაკეთებ, ჯერ მე ვაკეთებ და მე მოსწავლე აკეთებს, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან მივხვდი, რომ ამის გარეშე წერითი დავალების მიცემა რაღაც მუხტი აკლია ხოლმე, არ არის ყველა ვერ ასრულებს ამის თქმა მინდა. თუმცა რომ მიმეცა ისედაც რომ აი ალაპარაკეთ, უბრალოდ დაწერეთ პერსონაჟის დღიური, თავს გაართმევდნენ, მაგრამ ამგვარი ინსტრუქცია და ის რომ მე ვუკითხავ მათ შემდეგ მოლოდინი, რაღაც ქმნის კლასის საერთო ერთიანობას, აერთიანებს კლასს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს. ამავე დროს ვთხოვე რომ ჩემს ნაწერს დაკვირვებოდნენ და უკავშირი გამოეხატათ, მიუყვებოდით თუ არა ინსტრუქციას, მქონდეთ თუ არა სიტყვები გამოყენებული ტექსტიდან და ამაზეც ვისაუბრეთ. ასევე ხასიათებისა და ემოციების გრძნობების შესახებ ვიმსჯელეთ, რა არის ხასიათი, როგორი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხასიათი, ან როგორ რამდენაირი გრძნობა არსებობს. და ყველაზე ერთ-ერთი საერთოდ სწავლება ცოცხალი პროცესია. არ იცი როგორ წარიმართება, შეიძლება დაგეგმო, მაგრამ არ იცი თვითონ როგორ წარიმართება საგაკვეთილო პროცესი. ყოველ ჯერზე რაღაც აფიქრდება მასწავლებელს, რაც კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა მოიმოქმედოს და ეს კიდევ საინტერესო არის ხოლმე ძვირფასი თითოეული მასწავლებლისთვის შემოქმედებითობა, რომელიც იბადება თითოეულ გაკვეთილზე. მე ბავშვებს ბოლოს ვთხოვე ინსტრუქციის მიხედვით, რომ დაეხატათ ილუსტრაცია და მე მივხვდი, რომ მე არ მქონდა თავად დახატული და ვთხოვე, რომ შემდეგ დრო დაგვრჩა და წინა გაკვეთილზე დიორამები გააკეთეს და გადავედით უკვე ჯგუფები დიორამებს მაცნობდნენ. და მივიტანე ერთ-ერთ მოსწავლესთან და ვთხოვე, რომ დაეხატა ილუსტრაცია, კუნძი და ნახეთ როგორი გამოვიდა. მე შევნიშნე, რომ ვიფიქრე, სხვებს გული არ დასწყდეთ, არ იფიქრონ, რომ გამოვარჩიე, ამიტომ დავტოვე ეს დღიური და ვთხოვე, როცა თავისუფალ დრო ექნებოდათ, გაკვეთილების ბოლომდე დაეხატათ და ოთხმა მოსწავლემ ჩახატა აი ესეთი ილუსტრაციები, ულამაზესი და
ძალიან თბილი, რომ შეცვალა და გაამდიდრა ჩემი დღიური. და ახლა იმაზე დავფიქრდი, რომ სხვებს არ ეწყინოთ, აი რამდენამეზე გვიწევს მასწავლებლებს ფიქრი. და გადავწყვიტე, რომ ხვალ შევთავაზო, ვისაც სურვილი აქვს იაროს დღიურმა კლასში და ყველამ ჩამიხატოს თავისი წარმოდგენით, როგორც წარმოუდგენიათ ყუნჭი, რომელსაც თვალი სულ ისკენ უჭირავს. დიდი მადლობა.